მინდა ასევე შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე ახლო მომავალში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყება, რაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რომელსაც შექმნილი აქვს საინიციატივო ჯგუფი და მე მათ მივეცი პირობა, რომ იქ არსებული მდგომარეობა იქნებოდა მოწესრიგებული. არის რა თქმა უნდა აღნიშნულ ნაგავსაყრელზე მთელი რიგი პრობლემები, ასევე ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ დაწყებული გვაქვს ახალი არეალის მოძიება, ჩართულია შესაბამისი კომპანიები, სადაც შესაძლებელი იქნება ნაგავსაყრელის ზოგადად გადატანა და ქალაქიდან მოშორებით გაკეთდეს ახალი პროექტი. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებული ნაგავსაყრელის იმ პირობებში დატოვება, რა პირობებში დღეს არის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია და ძალიან მძიმეა. ჩვენ ვმუშაობთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, EBRD-თან, ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, რადგან უცხოელი ექსპერტების ჩართულობის გარეშე, რა თქმა უნდა, რთულია ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება, რადგან ჩვენ ამ მიმართულებით არ გვყავს ძლიერი სპეციალისტები. საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადებული იყო, ყავს გამარჯვებული კომპანია, გამოვლენილია და შესაბამის ხელშეკრულებას დღეს მოეწერება ხელი. სამუშაოებს შპს თბილსერვის ჯგუფის დაკვეთით, შპს გუმბათი ჰოლდინგი შეასრულებს, კონტრაქტორი კომპანია პროექტის მომზადებას დაიწყებს ხვალიდანვე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ლილოს პოლიგონზე ყველაზე დიდი გარემოს დაცვითი პრობლემა მოგვარდება და შემცირდება ის აუტანელი სუნი, რაც წლების განმავლობაში აწუხებს მოსახლეობას. ნაგავსაყრელი ეტაპობრივად გაიწმინდება წლების განმავლობაში დაგროვებული ნაჟური წყლებისგან და ახალი განთავსებული ნარჩენებისგან წარმოქმნილი სითხე ავტომატურად გაიფილტრება და ეს პრობლემა, რაც იყო სუნთან დაკავშირებით, მთლიანად იქნება მოხსნილი. აღნიშნული კომპანია, მხედველობაში მაქვს გუმბათი ჰოლდინგი, ბერძნულ საპროექტო და გერმანულ წარმოებელ კომპანიებთან ერთად იმუშავებს. პროექტირებისა და სამუშაოების განხორციელების ვადა გახლავთ 12 თვე. შესაბამისი ტენდერი საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით ჩატარდა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია EBRD-მ ჩაატარა და რა თქმა უნდა, აღნიშნული პროექტი იმ სასესხო ხელშეკრულებით ხორციელდება, რომელიც ჩვენ EBRD-სთან გვაქვს გაფორმებული. აღნიშნული პროექტის ღირებულება 6,5 მილიონ ევროს შეადგენს. ვფიქრობთ დამეთანხმებით, რომ ამ ტიპის სამუშაოების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში იქ მცხოვრები ოჯახებისთვის და ადამიანებისთვის. როგორც მოგეხსენებათ,